განაგება. თედო თარალაშვილი დაშვებული შეცდომების გამო იმსახურებს თანამდებობიდან მოხსნას. მაგრამ ვითვალისწინებ რა მის ღვაწლს, როგორც ძველი პარტიზანისას და დამსახურებებს წინადადებას შემომაქვს განთავისუფლებულ იქნას თანამდებობიდან. ერმუხის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნას გოდერძი ელანიძე. მოიხსნას ბრიგადირობიდან აბრიაუ ჯირაული. მის მაგივრად არჩეულ იქნას შველა გაბედაიძე. ჩამოერთვა აბრიაუ ჯირაულს 100 სულით სხვარი ნამატიანად და მისი საქმე გამოსაძიებლად გადაეცეს პროკურატურას. ვინ არის მომხრე?
Mao. 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 Janda başı. Uy yaşam katında. Kana. Siçki sagan idage. Ali moyga diyor. Ali. Sada maქვს წყალი. ეგე ორიოდე პეშვი გადარჩა პურის საცხობად. ვინ აყავს წყლის მომტანი? თეთრო კერავს, მე პურს ვაცხობ. ყმაწვილები კიდე კრებასი წავიდა. ქვეყანა იწვება, საძოვრები გადახმართ, სხვარი გვეღუპება და ჩემი შვილები და შვილიშვილები ზოგი კერონს, ზოგი კიდევ კრებებზე დაწრეულან ელისთავის ახოლია. Qualcosa gagiaure, dove egona comuniste da mamuka subaji. Vasi chaqares. Წმინდანების ძოლებზე ტრაქტორები გაატარეს. აღარ ისამდა ყაკაცა. ორი მიბუჯდება ეგე. მოდი აქა. წყალი. საიდან მოგართვა წყალი? მე თავად მახსოვს წყურვილი თონეში ჩაყუდებულს. წყალი მეთიშკარა. ღევანდელია ქვაკაცას წმინდა გიორგის გეპიცედი. ქვაკაცას მადლინც გაგიწყრეს. სად ვიეთები აქო? პური მეწება თონეში. აქ მომეთქი. ეშმაკსა და დოზანას უცდით. ქვეყანა გვალვისაგან მიღუპება. მერმე მერაქნა. დიდებაზე წაშავდით. ან საწვიმარა გუგაიმორთეთ, ან მტრების ძვლები გადაყარეთ. წყალში შეავედრეთ ქვეყანა ქვაკაცასა. ხوار და გავისწყათ რომ ქვაკაცას ნაყმელები ვართ. თუჭები. მე ერთი ვარ და სადღაც ერთი როგორ ახარ? 7 ძალი ყავს და 20 ძმათა შვილებისა და ბიძათა შვილების ქალძალი. იასამო, კაცო. 15 კონკავშირელი შინაგ ყავს. ვინ დაგანებებს დიდებაზე წასვლას? იცოდე. საწვიმარა გუგაის მორთვა. იცოდე დღეს მე შეკრიბე დიაცები. სამების კარზე წადით. აღარანი არ დამიხვდეთ თორე. თეთროთან წაიყვანე. დედაბრები დიაღაც წავალთ, მაგრამ თეთრო კონკავშირელია და როგორ ხარ? კონკავშირი მე არ ვიცი. თეთრო წაიყვანე. აღარ დამიხვდეთ თორე. კონკავშირი. Era გამოგივიდა. მაგრამ რომ ეკრებას. ორეს ახლად გამომცხვარი თავმჯდომარე გოდერძი. არა, გოდერძი გიჟია, გიჟია. მამი და გიჟი ყავდა, თვითონაც გიჟი იქნება. უთუთ. მაგათაც სისხლში აქვთ. და კიდე ვიღაცა ყოლიათ. ნათესაობაში პაპი ჩემისაგან მასობს. სანამ ცოცხალი ვარ, ვერ ეღირსება გოდერძი უჯირაულის ქალის ნუნუს ცოლად მოყვანას. ობერიძეს ჩამოვაყაინებ. თბილისიდან და ზალით გავატანი გომბიოს. ეხლა ეს კანგრეს ეს ნაბიჯვარი ეგა. არა გოდერძიმა ცემა და ცემით გადაიბირა. ამიტომაც ეგრე გულმოდგინეთ ეხმარებოდა კომუნისტებსა, ჰა? იცით რა თმაშენეს მაგათა ვაზნარები? ყურძენი და ღვინო ჩააბარონ სახელმწიფოსა.
ხალე გველეთის ზეგანზედაც ვაზ გააშენებე და ის 5 ოდეც ხვარის დაგვემშევა. სამოწყალოთ რო დაგვიტოვეს. მაგათვა ჩვენებ. თუ ყოფილვარ, აბრია უჭირაული. მაგათვა ჩვენებ. არაფერი არ გამაჩნია. თეთრვაი ჩემი მარჯვენის გარდა ერთი ღორი მყავდა ისიც მიგაცა არაფერი არ მინდა შენი სიყვარული. აუჩი სულ მიყვარდი ბავშვობიდან, მაგრამ პაპა ჩემო ძალით გამათხოვ. შენი გულისთვის გამეფეცი ხმა. მიგეშინია, მე არ მოგიდგები მხარში, მიგეშინია. ერთად ვიცხოვროთ და ვიშრომოთ. მთელი ჩემი ახალგაზრდობა ლოთობაში გავატარე. შენ მაგდე თეთრო და ამიტომ შენზე დარდმა გამიჩინა წაყარა. თბაში. წავიდეთ. ჩემ ქოხში წავიდეთ, სწრაფად წავიდეთ. Vinaha. Ori twiga. Kena hardeni. როგორ მიდის საქმე? Აჩუმად შემოიპარე. საქმე კარგი მიდის, არა უშავს. მე მგონი ამ წლის ბოლოსათვის დავამთავრებ ამ წიგს. იცი რა? ძალიან მინდა რომ ჩვენ ხალხს შევასწავლო ვაზის განაშენიანება და მოვლა მეცნიერულ საფუძვლებზე დაყრდნობით. ძნელია, მაგრამ მაინც უნდა გაკეთდეს. მოიხედი აქეთ. რა მოგივიდა, შენ რაღაც გუნებაზე ვერ ჩამხარ. ფერი. ორ თუ არაფერი. სახეზე გეტყობა რომ რაღაც არასასიამოვნო ამბავი უნდა მითხრა. მიდი გაბედულად. რა უნდა იყოს ისეთი, ან გამიგვირდეს, ან მეწყინოს. არა, ისეთი არაფერია. ეს რაიკომის დიონის დეპეშა. მოიდა. არ მინდა რომ წახვიდე ეჟო. დარჩენილიყავ ერთ ორ დღეს კი. არა ძენიკო, არა. დღეს უნდა წავიდე ბერმუხაში. ამოხდა ისეთი რა გადაუდებელი საქმეა რომ უშენოთ ვერ გააკეთონ. არა კაცო, საქმე მაგაში არ არის. შენ კარგად იცი, მე ხელმძღვანელობდი იმ კომისიას, რომლის მიხედვით ბერმუხაში მთავრობამ ვენახები გააშენა. ახლა იქ დიდი გვალვები დაწყებულა და ამხლად გაშენებულ ვენახებს განსაცდელი ელის. და წავიდე. მაგრამ კაცო, შენ მაინც რაღაცას მიმავალ მე. სწორია. იმალა. ეს ორი დღეა სულ რაც მინდა რომ გითხრა რაღაც, მაგრამ აი რა ვქნა ვერ გეუბნები. არ გითხრა და ესეც არ შემიძლია. არ გიერთი. არ შეგიძლია. აბას თქვი. მაინც რა? ძენიკო. აი. მე ფრანგული არ ვიცი. მაგ წერილის საკითხი ვერ შევძელი, მაგრამ ტინას არ აღვგზნობ, რომ სასიკეთო არაფერი არ უნდა ეწეროს მაგ ბარათში. ბარათი რა ბედენა, ეგ ფოტოსურათებიც გმარა. ხნის კაცი ვარ და ჩემს ცხოვრებაში არ მიკადრებია სხვისი წერილის გახსნა, მაგრამ
როცა ფოსკალიონმა ეს უშველებელი პაკეტი გადმომცა ჯორჯაძის ქრის გადაეცით პარიზიდან გამოგზავნესო რა ქნა აღარ მოვითმინე და გახსენი მე რა მაშინ ფრანგული არ იცი დიანი სამაგიეროდ მე ვიცი აი მოსმინე რას წერს ჩემს ცოლს მისი მზრუნველი მამი და ეფემია ლუსიენს როგორც ამას წინათ წერდი მელანქოლია შეეყარა ხანგრძლივი მოგზაურობიდან პარიზს დაბრუნდა გუშინ წინ დაბრუნებულა მისი დავალებით გიგზავნი ამ ფოტოებს გითვლის მხურვალე კოცნას გაიგონი გითვლის მხურვალე კოცნას და გემუდარება ისევ დაუბრუნდე მას ეხლა ბატონო ყველაფერი ნათელია ჩემთვის აბსოლუტურად რაც შეეხება ამ პაკეტს ჩემო ძვირთას დიანიკო ვისაც გსურს იმას გადაუგზავნა რა გეთაყვანე გამოვართვი ხომ გეუბნებოდი მეთიკო ვინამდვილად მისანი ვარ მეთქი შენ მეკითხებოდი მიმიღებსო როგორ მეკითხებოდი მიგიღებს კი არა მოხლის თავებს დაგიკოცნის ძვირფასო აქ ხმადაყარეს პროფესორი თბილის გაიწვიეს ისე უცხოეთში აგზავნიან სწორად გითხრათ არ გამეხარდა მეწყინა იმიტომ რომ ჯერჯერობით სათანადო გულისხმიერება ვერ გამოიჩინეთ თქვენს მიმართ უცხოეთში აგზავნიან და ვინაცვლებს არ პირიქით მე უკვე დამნიშნეს თელავის ინსტიტუტის მთავარ კონსულტანტად ასე რომ ამ երიდან ბერმუხიდან ვივლი ალბათ სასიამოვნოა ბატონო ვახტანგი მე გიწუხდი იმიტომ რომ თქვენი რჩევა ჩემთვის ბევრს ნიშნავს მოგეხსენებათ რაიკომის დივანს დიდზე დიდი მოვალეობა აწევს თავზე კი ბატონო საერთოდ წუწუნი არ მიყვარს მაგრამ უნდა ითქვას რაგინდ პატარა რაიონი გებაროს 1000 გვარ საჯარო როდოს საკითხს უნდა გაართვათ თითქმის უნივერსალურად განსწავლული კაცი უნდა იყოს რაიკომის მდივანი კი ბატონო იმიტომ რომ ყოველ წუთს ცეკას ხომაში ვაჩდები ისე როგორც უკნარა მოწაფე თავის მასწავლებელს ყველაფერი ჯერ თავად უნდა ასწონდა და განსაჩო თუ მართლა ბატონო ვახტანგი ფინური სახლი მოგივიდა თბილისში ფინური სახლი ძალიან კარგი საქმეა მაგრამ ეს მითხარით როგორაა ეს ჩემი მიკროუბანი გაუჭირდა მიკროუბანს ერთი კვირის წინათ სიცხეები დაიჭირა ალაგ-ალაგ შეგვითხურდა ახალშენი ვაზები კოდერძიმ ხელი გამოიღო ყველაფერი გააკეთა ამისათვის ჯერ ვირებით ეზიდებოდა წყალს მე მანქანები მივაშველე და ამით ბოლომად მისცა წყალი მიკროუბანს მაგრამ სამაგიეროდ დიდ საფრთხეში ბერუმხის ზეგან სხვა გამოსავალი არ არის ბატონო ვახტანგ სასწრაფოდ უნდა დავიწყო და დავამთავროთ ეს ის მშენებლობა
ამ ძირკვისა და დასუფთავების შემდეგ ცხრამუხის მთელ ზეგანზე ტენიანობამ საგრძნობლად იკლო. ჩვენს ახლად გაშენებულ ვაზნარებს არა აქვს ღრმად გადგმული ნიადაგში ფესვები და ამიტომ გვალვა ღუპავს ხალხო. ეხლა ლოცვა და ხატებისათვის სანთლების დანთების დრო არ არის. საჭიროა ავაშენოთ ჰესი. სახელმწიფომ ამისთვის კარგ ახანია სხვათაშორის გამოყო საკმაო თანხები, მაგრამ სოფ ელექტროს მთავარი ინჟინრის ცეროდენაშვილის წყალობით საქმე 3 თვეა ადგილიდან არ იძვრის. საჭიროა დღესვე ამ წუთას დავიწყოთ ჰესის მშენებლობა. გამოვიყვანოთ ეს საწნეო არხი და ჩვენს ვაზნარებს გვალვა ვერაფერს ვერ დააკლებს ხალხო. საშვილიშვილო საქმეს შველა სჭირდება. მოწმენილი მეჩვენებით ბატონო ვახტანგ. ხუმარაფი შემიძლია დაგეხმაროთ. მოწმენილი? არა, ყველაფერი გზია. დიდ საქმეებს უნდა მოვაბათ. ხარი. თქვენ როგორ გონიათ? გველეთის ზეგანზე იხარებს ვასი? მე ინდიკატორი ყველგან ვნახე. გუშინწინ მთელი ეს ზეგანი მოვიარე. ვფიქრობ, რომ 1000 ჰექტარს თამამათავით ვისეთ ამ ვაზნარისათვის. იმედი აქ პატარა საცდელობანსაც გავაშენე. აი რაც შეეხება ბერმუხის მოსახლეობის შენამატის აქ დასახლებას, გაგვიჭირდება მათი აქ ამოყვანა. როგორც ჩანს, პირველი მოსახლე მაინც მე ვიქნები. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ხელოსნები უკვე ამოვიყვანე აქ, რატი ამ ჰესის საქმეებს მოვჭი, მინდა ერთი ფინური სახლი ჩავდგა აი ამ პატარა ნიშის გვერდით გავაკებას. ეს ვაკე დიდ ზავხალს დაიწევს ბატონო ვახტანგ. აი ამ აღლობზე ლენინის მონუმენტი უნდა ავაგოთ. მე აშენდება ადმინისტრაციული სახლი, სკოლა, კლუბი, რაც მთავარია საავადმყოფო. 300 მოსახლე უნდა ჩამოიყვანოთ რაჭიდან. დანარჩენებს თვითონ ჩამოასახლებენ. ახალი სოფლები და ქალაქები უნდა ავაშენოთ. ახალი გზები უნდა გავიყვანოთ. ბევრია გასაკეთებელი ბატონო ვახტანგ. ბევრია, მაგრამ მე მაინც ასე ვფიქრობ, ჩვენი ეპოქის ამოცანა არა მარტო ამ ახალი ქალაქების და ახალი ქარხნების გაკეთება თუ გადაკეთება, არამედ და ეს უმთავრესია ადამიანის გადაკეთება. იმიტომ რომ მთელი ეს ქალაქები, ქარხნები, ავტოსტრადები, თეატრები, წიგნები არც ერთი ამათგანი არ არის თვითმიზანი. სამდის მართალი ბრძანდებით ბატონო ვახტანგ. ადამიანი უმთავრესი მაინც ადამიანის გადაკეთება.
ხო გეუბნებოდა. ხო გამართლდა ჩემი სიტყვები. 200 შრომა დღე. ზედმეტი გამოუწერა მეთქი გოდერძიმ ნუნუს. ეხლა ჯერა. აი. გაცკიფული ბალქანით ჩამოათრია 1000 გვარი ავეჯი, ტუფლები, მაკინტოშები, აბები. აი კინოში რო დინახავ. აი მისანა ფასობისა. აი მე რეები ჩამაიტანა მარო. რა კრაულები, რა ტუფლები, რა კაბები. ზღაპარში რო გინახავს იმის თანას. აი. კოპერიცის სიმდიდრების დაკარგვია კა. იმის თანა რამეები ჩამაიტანა და მარტო მარტო ერთი გატყაული ხის ცხენი ჩამოუტანა ავადმყოფ ბაბს. აი, ეგრე კარგია. გო. კოლექტივის თავმჯდომარის მოფერება. შენს ბევრი გდია გოდერძიმ ბედიკარზე გადგებ, მაგრამ გეიბრენდი. გეიბრენდი იყავ ეხლა ძდიე, ელიკოსო და მეზობლიან თინიას მოგო. იმასაც ვნახავ რა გამოდია გომბიებთან მეგობრობს. დედაცვალე, რა ენაღლება გოდერძიელა მიწეს. ჩვენ ნაოფლარს თავის საყვარელს თუ გამოწერს. ხუმრობა ხო არ არის 200 შრომა დღე. ჩვენ არა ნაკლებად ამუშაობ. აი თედოთ არალაშვილს მე არ გავყავდი სამუშაო? არ გავყავდი. მე გენათოли შარდის გუშტის ალდება მაგ. არ გავყავდი. აი ამას გავყავა გოდერძის. გავყავა. ავადმყოფი ბავშვის პატრონი. გავყავა. იმიშავეთ. არა, როგორ გაბედა ჩემმა შვილიშვილმა თეთრო. ჯერ სახლიდან გაქცევა. მე კიდე ლალბატოსთან ხელის მოწერა. მე თქვენ გეკითხებით როგორ გაბედა. აკრული ქონია უმუცელია. 5 თვის ორსულათა ყოფილაო ხელი რომ მოუწერნია. აცოვი, სტეფანე მარტიაშვილი აბსოლუტური გოკაცია. როთობას თავი დაანება, ახლა კოლმეურნეობაში კარგად მუშაობს. 250 შრომა დღე გამოუმუშავებია. მალე ბრიგადირი გახდება. თეთრო დანაშაული ეგ არის, რომ პირველ ხმარ გეექცა. სამჯერ თავად არ გესმის რას როშამ. დიაცი დაუკითხავად არ უნდა გაჰყვეს ქმარსა. ეგეც იცოდეთ. ვინც პაპისთან მამის დაუკითხავად გათხოვდება, დაუკითხავადვე გაექცევა ქმარს. აი ნახეთ დუინი. თეთროც არ გაექცეს იმ ხანწოლ ალბათს. მაგრამ ყველაზე დიდი სირცხვილი ეგ არის, რომ ბუში ყოლია კვამში. მე ერთს ვიტყოდი პაპა აბრიო.
ქალი დიახაც უნდა წავიდეს ოჯახიდან. დიაც დიდხანს არა მართებს მამის ან პაპის ოჯახში მოცდა. აი მამა ჩემი ჭკვიანი კაცი იყო და ისაო გაუთხოვარი ქალი ოჯახის წყევლაო იტყო და ხოლმე მამა. ენა და იმოკლე. მამა შენო ჭკუა ქონოდა გობრონს არ გაატანდა შენ თავსა. ბეტი. შენი ძმისშვილი იყო შენი ქმარი, მაგრამ შესაძლოა ქარაოცი იყო ის საწოდარი. რამდენი რემუდარი, მეორედ ნუ ითხოვ მეთქი ცოლსა დიდი ცომი უნდაო. რა დამიჯერა. ჩემი მედად მოგიყვან, ეხლა გამოვიდა რა. ეს თუ ხარ შენ გათხოვდები და ის საწოდავი მარხაზი ჩემის არჩენი უნდა გახდეს, არა? მაშინ ეს ჯობია ნუ გაუთხოვარი შენ რო გვიზის და თელ სოფელში თავი გვეჭრება. კოლექტივის პარდულებში დაათრევს გოდერძი. გაუთხოვარი ქალი და გაუსვენებელი მკვდარი ერთი და იგივეაო. ეს შენ გააკეთე. როგორ? რატო არ გაატანი იმ კობერიძესა? ეგეც შენი ბრალია. ჩემი? შენი ბრალია. გადარეული კანკრე არ დაგეპატიჟნა და კანკრეს არ ეცემნა. თუმარი კობერიძე შეი탐და გომბიოს. მე ჩვენება ქეთუა. კობერიძე შენთვის უფრო გინდოდა რა? გამოტყდი ქეთუა, გამოტყდი. რა უყავი კობერიძის საჩუქრები დაიტოვე რა? ნუნუ მარ მიიღო. კობერიძემ არ წაიღო. მაკუჩაში ხო არ გადავყრიდი. თქვენ ჩემს საჩუქრებს რო ითვლით, ზოგი თქვენი შვილიშვილისაც დაითვალეთ. რა საჩუქრები, რა სტროშა? რა საბროშავ და რასაც ვხედავ და რაც ვიცი. გოდერძი 200 შრომა დღე ზედმეტი გამოუწერა ნუნუს. დიახ, 200 შრომა დღე ჩვენი ნაოფლარი საჩუქრად მიართვა და გაწყიფული მანქანით იმდენი რამეები ჩამოატრია, კობერიძის საჩუქრები ვის დაკარგვია. მარტო ერთი გაყაული ხის ცხენი ჩამოუტანა ავადმყოფმა. შემოდი შვილო, შემოდი. აი აქ ჩამოჯექი. ხახალგაზრდა კაცი არ უნდა გვერდშია თავში. არ უნდა. უცოლო კაცი საყვარელს გაიჯერა. საყვარელს კიდევ საფანელი უნდა. არა. მაბარა. შენი შვილი გოდერძის საფრეველა ხასა გამხდარა პაპა აბრია რას მოვეცარი. ღმერთო შენ ვიშველე ღმერთო. ეგ ლაპარაკი რას გიშველეთ აბა? თქვენ წაიღეთ და მთავრობას მიწერეთ. მივწეროთ. რასაო, რა მივწეროთ? რომელი მწერლები ჩვენ აგუნახეთ? მე რო ცხვარს ვითვლი, იმის ჩამოწერაც არ შემიძლია. კონვალზე ვინიშნავ ნაჭდებს. ისე თქვენ მიწერეთ. ახალგაზრდები თქვენ ახართ და თქვენ მე მიწერეთ თქვენ მთავრობას. მისწერთ დიახაც მისწერთ. აი ოღონდ თბილისიდან კომისია რო ჩამოვა, უკან არ დაიხიოთ. საიდან აიღო გოდერძი? ის ზედმეტი 200 შრომა დღე, ა? ყველა თქვენთაგანი სარჩოდან, მთელი სოფლის სარჩოდან. ნათია მართავს ამბობს აბრიალ. აქ ლაპარაკი გამოვა, აქ რო ვლამწყოთ გოდერძი რა, თავრობა გაიგებს. ჩვენ რას მივწერთ? აი, ნათიამ უნდა მიწეროს. მისწერს, აუცილებლად მისწერს. ეხლა ნუნუმ შეგვარცხვინა უჯირაულები, მაგრამ მაინც ჩვენი სისხლი და ხორცია. არის სისხლი და ხორცი გია, მე და ჩემი ამზე მე წურბელები დამისხამს და წამხდარი სისხლი ამიცილებია. ისევა შენ მიწერე. ნათია. იგემოს გოდერძი პროკურორის კარებზე ტალახის აყენება. იგემოს, როგორია. ჩვენ უკან არ დავიხებთ. შენ მიწერე. მისწერს, აუცილებლად მისწერს.
გამხდარ ხარ გოდერძი? რა მოხსოვი ვიჯო? დავიღალე ზიეთით. ბაბა, დაღლა და დაღონება არც უნდა დასცეს პირიდან ვაშკაც. მომეტებული საქმე დამაკისრებდა მეშინია, თავი ვერ გამოვთო და შევწე. შენი ჯანი და ჯეღლულა მომცა სპეროზიასაც გადავახდებოდი ჯემალზე. მე შენოდენა რევოლუციური დამსახურება როდი მაგ ზიათედო განთავისუფლება რომ აკვან. ბოლტივით მომაძრებენ და პირად საქმეში ჩამიწერენ. მორჩა დაკათავთ. ერთერთი ხიდით. ერთი წუთი. ამ ალდრებმა და ქარებმა საერთოდ მოგვითამეს ხელი. დიდი ზარალი მოვაყენე ზიათეთ. ნოცოტო გოდერძი. კარგი იქნეს რომ დაგტირდეს. ახალგაზრდებმა უნდა იმუშაოთ. აბა ჩემისთანა ბევრებმა რა უნდა გავაწყო. ერთი ესანახე რა. ვიცი რა. 3 წელიწადს ვეღმერთე ციხის თავს. დაუბერდი, დავსნეულდი, ჯანი აღარ მაქვს მეთქი. არა და არა. აინც არ მომეშვა. მე ის იყო იმ წეულ აბრიას საქმეზე წავიდეხეთ. ო, სწორია შვილი. უნდა გაუშვოთ სასწავლებლად. ვენახის გონიერი მსხვილი არასოდეს ნაძველად ქას არ დაენდობა. ნორჩ რქებს ტოვებს სანაყოფო და სამამულო. არა, ამას უარი. შენ ახლა დიდი სიფრთხილე და სიფხიზლე გმართოს გოდერძი. ჩემს შეცდომებზე შენ უნდა ისწავლო. საზოგადო საქმეში მამაშვილური მოპყრობით ფონს ვერ გახვალ თურმე. განდობილად ნურავის მიანდო საქვეყნო საქმესა და ქონებას. ბრძენ კაც უთქვამს, ფრთხილად იყავ, შინაც იყვეო. და იქ საფეყანა გაც. ენი ნაუბარი მიინიშე გოდერძი. აცის ვაშკაცობა ორ რამეში გამოჩნდება ხოლმე. როცა მას დააწინაურებენ, როცა მას დააქვეითებენ. ორივე შემთხვევაში გონიერება და მხნეობაა საჭირო. განამარტო მხნეობა თავმდაბლობაცა შვილი. ბიჯოს შენ აღარც კი ხუმრობ. როგორია ზეზე? არაკალა. ისი ძალიან მესიამონა შენმამზემ. აი შაბათობა რომ მოგიწვიათ შენ და ნიორთავას იმ საცოდავი ლალბაწასათვის. მე და ნიორთავა მარტო მიროდე ვიყავით ზიათეთ. ბარათი 40 კაცი გვეხმარებოდა, ზოგმა აგურია ჩუქა, ზოგმა უსნები მოუტანა, ზოგმა მზა კარფანჯარა ჩაუწი. სანაკებო სახლი კი გამოგიჭირიათ. აფერუნ თქვენს ვაშკაცობას. მახარებ შენი კაი კაცობა გოდერძი. კიდე ერთ საქმეზე მინდა და გაგსაუბრებოდი, მაგრამ სინათლე გითხრა მიიწევს. ძნელია კაცის პირადულ საქმეში ჩარევა, მაგრამ ესეც კი მე თუ არ გითხარი, აბა სხვა ვინ გეტყვის. მამა შენ არ აყავს და საწოდავი პაპა შენი ვერც იკეთეს ხედავს ამ ქვეყნისას და ვერც სიარეს. გოდერძი ერმუხაში იმ რევიზიის გამო ძალიან ბევრი რას მელაპარაკო. მე ჩემებურად მივახლიდი ხოლმე. ხომ სუფთად გამოვიდა მეთქი გოდერძი ამ საქმეს. იო, ახლა გადარჩევ, მაგრამ კიდევ იქნებაო რევიზია. რატო რევიზია მუდამ იქნება მეთქი, ეს სახელმწიფო ღონისძიებაა და ვიდრე სახელმწიფო არსებობს, მუდამ იქნება მეთქი რევიზია. მაინც რა უნდათ ჩემგან ზიათედო? გაგონილი გექნება ქართული ანდაზა. ვინც პირველი ფანდური გამოიგონა, პირველი მტერი მანვე გაიჩინაო. მაგრამ მე ხომ არ მითხონია დამაწინაურეთ მეთქი. მიბრძანეს კაცო და მუშაობ რაც შემიძლია ნამუსიანად მეტი რა ვქნა. მე ბარე ორი ხელობა კიდე მემარჯვება. ფრინავების სკოლას ვამთავრებდი, ავად რო არ გამხდარიყავ. დურდლობა ვიცი, თუ დამჭირდა ტრაქტორზედაც დავждები. მე სანამ ცოცხალი ვარ ზიათედო, მე ჩემი ოჯახის შენახოს ყოველთვის შევძლებ. მეტი არაფერი არ მინდა კაცო. რა უნდათო? ვერ გაიგონე კაცო რა წევა გითხარი. როცა მთავრობა კაცს აწინაურებს, ყოველი ხელმოცარული და უქნარა აგრე ვარაუდობს. ის რომ არ იყოს, მე დამსვამდე რომ ის ადგილას. აი რა უნდა. შენ ჩემი ჭკუის დარიგება არ გესაჭიროება, მაგრამ ჯელი ხარ და გამოცდილება არ გექნება ჩემდენი.
ამიტომ გეთამამები მამაშვილობას. იმ ანონიმურ წერილებში შენი და ნუნუს სახელებს ერთი მეორეს არ აცილებ. ეგ ყველაფერი მოხუცი უჯირაულების მონაჩმახი იქნება. მე კი მგონია იმ წერილებს ვიღაც ხალი უნდა წერდეს, ეგ ხომ ხელზედაც ეთყობა ნაწერს. საწყენად უნდა რჩება გოლდერძი და აი ამ საქმეს თავი უნდა დაადგარო. რანაირად კაცო? რანაირად? ხელი მოაწერე. ურჩა და გათავდა რა. მთელი სოფელი შენი და ნუნუს შეხვედრების გამო ჭორაობს. ზიათედო მარტო ხელის მოწერაზე ხარ საქმე. ხელი როგორ მოვაწერო? მე ქეთუა შემთხვარე. იმ ოჯახში ზეციზე და არ შევალ. არა და ჩემთან საათ მოვიყვანო ცოლი, საათ. იმ საწოდავ მამიდა ჩემს რო წამოვლის ისეთ კივილს ასტეხავს რომ ლამის არის გავგიჟდე კაცი. აბა ჩემი წაივლებს თმებში ხელს და სანამ ჩემიდან მივარდება თმების ბუჯას ამოაცლის ხელებიდან. მომისმინე გოდერძი. აი სანამ მე კომეურნეობის დავდემარევა, მე რო ჩემს პატარა კოგი ავიშენო, ქვეყანა შეძრავენ, გოდერძი ფანჩატურები აიგო, გესმის? ამას წინათ იმ საწოდავმა ნუ მობლიგაციი და 10000 მანეთი მოიგო და ქვეყანა შეძრეს გოდერძი 200 შრომადღეს ზედმეტი გამოუწერაო, კაცო, სიხარული ამოაშყამე საწყავს. მას შენი საზრით აგერ გამოდის ყმაწვილო. რაც კოლმეურნეობის უცხოო თავმჯდომარეებია საქართველოში, მათ შორის ვერც ვერავინ ცოლ შეირთავს და ვერც ვერავინ სახს აიშენებს, არა? არ ვიცი ჩემი საქმე არია სკოლის გამოგახსენე. აბა მე გეტყვი. მე ვიკისრებ ჩემ თავზე. შაბათობას გამოაცხადებინებ შენთვის. ერთ ოთახს მოგიშენებ პაპისეულ სახლს. მაგრამ ამდენი მასალა სადმე შეუძლია. მე კარგად მახსოვს. როცა მიქელამ თვალის სინათლე დაკარგა, აი სწორედ იმ წელს აპირებდა ძველი სახლის დარღვევას და ახლის აგებას. მარდის გვერდით, ფარდულის ქვეშ. თქვენ იმოდოლა მასალა გაქვთ შემონახული, რატო ორ ოთახს არ ეყოფა? ბოლოს და ბოლოს 1000-იოდე კრამიტის მოტანა დაგჭირდება, ეგ არის და ეგ. მაგრამ თქვენი შეწუხება ზუსტად ამდენი ხალხის შეწუხება. სამაგიეროდ მთელი სიცოცხლე უნდა ემსახურო ჩვენს ხალხს. იცი რა გოდერძი. მე არ მეყვარს მითქმა მოთქმის აყოლა, მაგრამ ჩვენზე ისეთ რამებს ლაპარაკობენ, რომ იცი რას გეტყვინო, ნუ? ამიერიდან მე და შენ ვერავინ და ვერაფერი ვერ გაგვყრის. ზიათედო იმ დღეს გზიანი სიტყვა მითხრა. მესაპირებს წავედით. წავედით. მე ერთი ასეთი სამკედლიანი ოთახი მოგცა მე და შენ არა გოდერძი. მალე 4 კედლიანიც გვექნება ნენა. 1000-იოდე კრამიტი მჭირდება. სხვა ყველაფერი აქვს პაპაჩებს. კრამიტი რადგენდა? მე რა გეტყვი.
დილამშვიდობისად, შვილებო. ნუ გეშინიათ, შვილო. მეც ვიყავი ჯერ. მეც მithევია გულის მიჯნურთან ერთად ღამე. გაიხარეთ. გაიხარეთ, შვილებო. ნუ თუ ვერ მიცარ. შიო. ზიაში. სიგარიმეს გაუთხარი თორე ჩემგან ამდვილი პატივისცემა გეკუთვნით. შვილო, შენ არც გახსოვს ალბათ შაშა ნოემბრის ღამე. მომაკვდავი შვილი მიმყავდა თელავში ურმით. შენ მანქანა გამიჩერე და სუთ მობძავი ბავშვი სავადმყოფოში იმაყვანე. მაშინვე გიცანი, შვილო. შენც ნუჯავრობ მამაშვილობას. ვიცი ვინც ახარ, მაგრამ ეგ საიდუმლო. ჩემთან ერთად მოკვდება, შვილო. გაიხარე. გაიხარე. ჩვენი პროფესორი როგორც იქნის ძვევია თავის დაწოდებას. ხომ გაფრთხილებდი მეთიკო. მამაკაცის უგრამეში თევს აკავს. თუ ხელი არ წაატანევ, თუ დაგისხდ. შენ არც ის გაგიგია. ნავახშმებს თავად რომ გააცილა შენმა პროფესორმა თავისი დამა. ლუკა მეთონის ქალი. რა იცი იმ ღამეს რა მოილაპარაკეს. მე დარწმუნებული ვარ. ეს ბახტაგმა გადმოაყვანინა სუსქია საექიმო პუნქტის გამგედ. ამიტომაც ვერ დავაძურებინეთ ფეხი ბერმუხიდან. ისიც ხომ ფაქტია. საზღვარგარეთ აგზავნიდან მივლინებაში და მტკიცე ვარი განაცხადა. არა, ჩემთვის ეხლა ყველაფერი მეთქი. არა მგონია დეიდა. ვახტანგს მობეზრებული აქვს ევროპის ცივილიზაცია და ამიტომ სიამოვნებით ცხოვრობს დათვების ამ ბნელ ბუნაგში. ცივილიზაცია მობეზრდა გუდამში, დიაკვანის ნაშიერს და ბერმუხის ნაკელის სუნი მოენატრა რა. უმერთო ჩემო რასასაცილო ხალხია. არა, ევროპის ცივილიზაციას ყოველ გზაჯვარედინზე ლანძღავენ, თვითონ კი არხინად დასეირნობენ Mercedes-Benz-ის ფირმის მანქანით, ინგლისურ კოსტიუმებს არ იშორებენ. ამერიკული კალმისტრებით წერენ. არ არის სასაცილო? სწორედ გითხრა, მე ის ამბები არ ამჯერადე. ლამას ქალებს და გაყოყოჩებულ მწერლებს ერთი და იგივე სცენი გჭირდა. ორივე თქვენთაგან სასეგონია, რომ ვერავინ შეგცვლისო და აი ამიტომ გეკარგებათ სიფრთხილე. არა. თქვენ ცდებით, დეიდა ჩემო. მე არასოდეს არ მიმაჩნდა ჩემი თავი მზეთ უნახავად. ვფიქრობ იმასაც, რომ ვახტანგსა და მინდელ შორის არავითარი სერიოზული ურთიერთობა არ უნდა იყოს. ეგეც არ იყო ჩემთვის სულ ერთი. მე უკვე შემძულდი ჩემგან. არ ვახტანგის უყვარ ვარ. გათავდა. თქვენი მეუღლე შეუძლოდ გახლავთ. თერმომეტრი 39-5 აჩვენებს. დიასახლისობა მე გადმომაბარა.
ეხლავე სადაც მოგდით. ნუ შეწუხდებით არ არის საჭი რომ მე უკან უნდა გავყრინო. ვიდო დამოჯა. გამარჯვეთ. გამარჯვება. გამარჯვება, ზაბერო, გამარჯვება. შენდებით? კარგია, კარგი. გამარჯვება. ახარეს შემოგოდერდი. სახლის ხელახლა აგება რომ გაგიზრა. რა სახლი ბატონო ვახტანგ, ერთი ოთახის მიშენება გადამიწყვეტია. ეგარი და მე როგორც ვიცი მეგობრები ვანგაროთ შველიან, სხვა რა დაბრკოლებაგა. მე ერთი ოთახი რა ბედენაა. შეგაიგაზო, მაგრამ სამი მიაშენე და ის იქნება. მე ეგრე ურჩევ გოდერდეს. ხო. საცა ცოლი უნდა შეიჭოს. მოხუცებსაც არის კუთხე სჭირდება თუ არა? რას ლაპარაკობ, ძიათი ლანდონი ხეთქეს აბღავიშო. ხეთქის ნუ გეშინია ხეთქეს მე მოგწევ. არ მეგონა თვითონურსაც მივიღებ. იმდენი მოვიმარაგე 6000-ს თამამათეყო. მე მთავრობის მიერ მოცემულ მასალას ხომ არ გავყიდი. არაფერი შეღარ მჭირდება. იქნება რაიმეს მიშენება გადაწყვიტოთ. არა, მოგოდერდი, მე აწი აღარაფერს აღარავახშენ. მოვშა. მალე ალბათ ხელარსან თბილის გადავალ, სამუშაო და საცხოვრებლო. და მაშინ ამ ქინუს საფსაც ბიბლიოთეკისაში დავუტოვებ ვერ მოხდა. ისევ დაეწყო დაძაბული მუშაობა. ხო, პაპა, წინებზე საკმაოდ მრავალრიცხოვანი კომისია ჩამოვიდა თბილისიდან. მემრე 3000 ჰექტარი გამოყვეს არაშენ და გველეთის ზეგანზე ვაზნარების მოსაწყობად. იმიტომ არის უთენია გასული გოდერძი დაღამებამდის რომ აღარ შემოდის შინა. რა უმარჯვო დროს ითავა თედო ამ ჩვენი სახლის გადაკეთება. თუ შეიძლებაც იქნება გოდერძი, მე ჩაულაპარაკებ ციხის თავს. იქნება 2-3 დღით გაგანთავისუფლოს. მე წამოყვები ყვარელს. დასასრული მივცეთ ამ საქმეს. რა ვიცი. მე ჩემს პარტვილეს ვერ გადავაყოლებ ამ საქმეს. გველეთში სამუშაოებს მორჩები თუ არა, მაშინ დამშვიდებული წავალყაროს გრამიტისათვის. ჯერჯერობით მაინც კარგი ამინდებია პაპაჩემ. რომს გაწვიმდეს ხის თავს რა დაუშავდება ვითო. და დიდი დამტერულ ფიცრებს ჩამორეცხავს და ეგარი. კარგად მეყოლე, მიქელა. გამარჯობა. გაგიმარჯოს. ეს რუსნები. ეს სამელეთლის ვიპოვნე ყვარლის გზაზე. მე ამ მოთვეძები ამ დამკარგველი. იმდენი ვეძები რომ სუფელმა მასყარათ ამ ნიორთავასა ლურსმანი აქო და სახლი და ცოლი აგლიაო. მე სკილში ჩავდე და დამავიწყდა კიდე სამის არსებობა. ეხლა თქვენ რო დაგჭირდათ. ეხლა მამა გუნდა და აი მოვიტანე. ჩემო სოლომონ ის დროს ჯობდა როცა ულურსმნოთ ვაგებდით სახლებსა. პაპა ჩემუსეულ სახლში. არც ერთი ლურსმანი არ უნახავთ ოსტატებს. ეხლა მე როგორც ყური გემეხური და გრამიტის შესაძენი ფული არ აქონიათ. აი 100 თუმანი ფულია. შავი დღისთვის შევაგროვე. აიხმარეთ. როცა გექნებათ მაშინ დამებრივი. მადლობ სოლომონო, მადლობ. გრამიტის ჯამტანას 2 დღე უნდა და მე ამდენი დრო არ ამობს. აბა
ხოდეძი გენაცვალე ეცაღაცას გეტყვი არა მე სახლი კი არა ჩემთვის ბოსელიც არ ამიშენებია სხვისი გამოცდილებიდან გეუბნები სახლის შენებლობას ვიჯო ხელს რო ააღებ დაგჭება და დაგჭება ო ეხლა ყვარლის გზაზე ალბათ ხშირად გაგივლია და დაგინახავს იქა ერთი უსახურაო სახლი დგას ომამდე დაუწყია იმის შენებლობა პატრონსა ერთი ქალი შეყვარებია ეხლა ჯვარი აქაურობასა და ის ქალი მომკვდარა აბა რაღა ჯანდაბა და დოზანად მინდა უფიქრია ერე სხვა დაუნიშნავს ისევ დაუწყია მშენებლობა ჩარს საუღვანიათ რო დაბრუნდა თურმე ის ქალი სხვაზე გათხოვილი გახდა ო და იმის შემდეგ დგას ეს სახლი თემშარაზე ხელგაშვერილი ქუდ მოხტილი მათხოვარივით გას ათოს და აწვიმს იმის კედლებსა სამშვიდობისა შაქარი შენს პირს სოლომონ ჩემო მეც ბევრი მინახავს მოუთავებელი სახლი და უნდა გითხრა რომ ამაზე უარესი სანახაობა არა არის რამ ქვეყნა ებრაელებს წევლა აქვთ ასეთი სახლი დაგჩესო დაუხურავი უსახურავო სახლი საქვეყნოდ თავშლის თავის პატრონს თემშარაზე გადმომდგარა და გაჰყვირის თავისი ამშენებლების უთავჟამობის გამო თითქოს ამბობდეს საქვეყნოდ ხალხო შემომხედეთ რა უნიათო პატრონი მყავს მეც ამას მევედრებოდი დღენია და გოდერძის თავი მოაბი მეთქი ამ საქმეს მე როგორც უბედური და უსინათლო ისე მენდობიან მეთქი ასთუმას ეგეც არ იყოს ერთ დეკეულს გავიმეტებ ან 10 ჭედილას გავყიდი მეთქი კაცო ისეთი რა გავჭირვებია რომ მეშურნენი გავახაროთ მეთქი არა და არა კაცო ფულზე როდია საქმე პაპა ჩემო გაიგერო ამდენ ფულს ვერ მოუყიდი მე თავს მაგრამ რატომ გავიწყდებათ რომ მე ვარ კოლმეურნეობის თავმჯდომარე კაცო მე ვარ კომუნისტი მე ჩემს პირად საქმეებს საქვეყნოზე მაგლა ვერ დავაყენებ რა ვქნა არ შემიძლია მე შვილო კომუნისტი რო ხარ და თავმჯდომარე რო ხარ სახლი და კარი არ უნდა გქონდეს რამდენი თავმჯდომარე ვიცი სახლიც აქვს და კარიც ზოგიერთმა თავმჯდომარემ ჯიბეებიც კი გაისქელა ხალხის ლამაგარითა მაგეთებს პროკურატურა მოულიძიებია ყველაფერი იქნება ყველაფერი გაკეთდება ოღონდ ცოტა მოთმინებაა საჭირო მოთმინება ჩვენზე მეტი მოთმინება ვისა აქ ამ ქვეყანად მე და მიქელას თუ მოთმინება გვაკლია ალაზანს თევზი დაკლებია მაშინ მე და პაპაშენზე მოთმინება გვაქვს არც ერთ ლომაკამეჩს არ ექნება მაგრამ არ ვარ გიხარ დღევანდელი ახალგაზრდები და ეგ არის ენა შვილოსა წიგნის ცოდნას იქადნი და ერთი პაპისეული სახლი ვერ შეგიკეთე აიმან გაჯობა იმანი ცხვირ მოუხოცველმა გომბიომ ჩემა ძმის შვილიშვილმა ნუ სახლი შეაკეთა და გადახურა კიდევაც მაგრამ თქვენისთანა მატრაბაზე ან სახლი რა თუნდაც ან ცოლი ენა შვილოსა პროლეტარობა გენატრებოდათ მუდამა და გახდით კიდევაცა პროლეტარები ეგრე იცის კრებებზე უთავჟამო სიარულმა და ენის ჭარტალმა ცარიელენად რო ხართ ხცეული დიდი და პატარა განამატო სახლის აგებისას თქვენ ყველაფერში ეგრე გემართებათ ათას გვარ საქმეს მოებღა უჭები და მერე ყველაფერი მოუთავებელი ხრჩებათ იერა რაცო ბერმუხის ვაზნარების რთველი ვერ მოგიწევია და გველეთის ზეგანს წაეპოტინეთ თქვენა რომ მან სოფელი აშენოთ მაშინ მე იქა მამას სახლისად უნდა მნიშნავთ მე ვიცი მოგეწევათ ქვაკაცას წმინდა გიორგის წყევლა ის თქვენი პროფესორი შუშუტა ეგ ბედდამწვარი მაგან წამაიწყო ამ ბაზნარების მოშენების უთავჟამო საქმე
ეთია კიდევაცა. ყვაკაცას წყევლა, გუშინ ღამა ვნახე კაცო გზაზე მიდიოდა და თავის ძაღლსა ემასლაათებოდა. რა პროფესორია კაცო, მე გავიგე რა პროფესორია. ლიორთავასთან აკეიფობს სიცხვილში. არა მათქენა მადო სოფლად კი არა. ქალაქადაც ეგრევე გემართებათ. ამ დღეებში ვიყავით თბილისში. ხიდის მშენებლობა დაუწყიათ. თავი ვერ უნდა უდგამთ. სახლის კედლები აუგიათ, სახურავი არსა და ჩანს. ქუჩიდან რიყის ქვები აუყრიათ, ეგრე მიუტოვებიათ. მშვენიერი სახლი დაუნგრევიათ, დაულეწიათ, ბაღს აშენებენო, აღარ სახლი ჩანს, სადმე და აღარ ზღვა. თქვენ აშვილოს ეგრე ხართ. დაუმთავრებელი საქმის ოსტატები ხართ, მე თუ მკითხავ. ეცა ძიაბრია, შენ თუ ვიცი მოშაინე რა საქმეა? მოშაინე რა დოზანაა? აი მოშაინე იმ კაცს ქვია, რომელიც ხვის მიერ დაწყებულ საქმეზე დასრულებამდე მსჯავრს გამოიტანს. მერე კიდევა როგორც შენი ლაპარაკიდან ჩანს, დაუკვირვებელი ბრძანდები ძიაბრია. აბა ერთი მითხარი, რამდენ გზის იყავი ამ ბოლო დროს ქალაქში? რამდენს და ერთით, მე იქ რა მინდა რა. მე ქალაქში წინათ დავდიოდი, ცხარს ავყიდდი და კაი საფასურსაც ვიღებდი. მერე მეც მანდა ვარ კაცო, შენ ერთხელ იყავი ქალაქში და დაუსრულებელი მშენებლობანი გინახავს. აბა ჩადი ერთი წლის შემდეგ. თუ ეს ყველაფერი მოთავებული არ დაგვთეს. ნახო, ნახო. მე როგორ გამოატევებ საფრთხე, ეგრე გარე-გარე თუ იარე. შენ აშვილოსა ხის ბუნება არ აქვს ცოდნია. საკმარისი ერთი თვე დააწვიმოს უსახურაო საფრთხე, რომ კაკუჭები და კოჭები ისე დაიმრიცებიან, ხელში შეგრჩება ვაღლახან დაჯხანული სახლი. გაიხედე, ხო? აპირებს, წვიმასა. თონი იწყება ივნისის წვიმები. აი დედასა. გოდერდი, აი ახლა შენთან მოვდიოდი. ბავშვი გავატარე მათის ბიუროში. გმობას გამიცებ, წამოდი, ვაშლაფი და გაგვადიო. გადაუდებელი საქმე მაქვს, შენ წირიმე სხვა დროს რა. გოდერდი, შენი წირიმე. შეგერაცვალე, გოდერდი, შენ არის როგორი ბედიერი ვარ რა. აი მე შენ მიგიძღვი წვლილი ჩემს ცხოვრების წაღმა შემოbrunებაში. მე ხო ვიცი რომ მთელი ცხოვრება აი ღვინოსა და ქალებში გავატარე. ვინი ფიქრებდა რომ ღვინოზე და ქალზე უთმესი ვინმე იქნებოდა, მაგრამ აი ჩემმა თეთრომ იმხელა ბედნიერება შემოიტანა ჩემს კარგ გამოკეტილ ოჯახში. რომელი ღვინო რა ხალი შეიძლება ჩემს ირაკლის გოდერდი? ხოდა შენ თქო მალე ხელი მოაწერო 5 დღე ხავიმუშავე. ვინ მამაძაღლი 10 დღეს კიდევ იმუშავებ, ოღონდ ძმობას გამიცებ, ნუ მეტყვი ვარ, წამოდი ჩემთან ეხლა. გოდერდი რა საქმე მაქვს, გადაუდებელი საქმე მაქვს რა. აი მე გოდერდი რა, კარგად იყავი შენ წირიმე. გოდერდი ცოტა რამატები ჩვენს ბედნიერებას არა გოჩი. სულ რაღაც 1000 გრამიკის ყვარელიდან ჩამოვკარდა. ის ბეჭავი ალბათად კი, როგორც იქნა ეგეცა თავის ოჯახს, ჩვენ კი? ძიეში ეს ნახوارწარი. აი, ძიეში რა გამიყვანს? ეგეც არ იყო ძიეში, ვეღარ დავინახული. რა ალბათ შეფრა თავიდან დამპატეს. მე რატომ არ წახვედი? როგორ წავიდოდი შენ გეძები? აუ თუ გინდა, მე შევიდა. როდის რა უნდა წახვიდე კრანიკის ჩამოსადა? გაშევათი არა? ზეგწავ საქმე გამიშვა. მე შენ აღარ მედგომება გოგო. ქეთვამ თუ ის უშველიდეს ეციდეთ მოიყვანა, სახელიდან უნდა გავიდე. იმოხეს თურმე ორი ცოლი ყოლი, ერთი თბილისში, მეორე თელავში. იმ დღეს ის თელაველი მოუვარდა ქეთვას. თუ არ ჩამოეხსნები ჩემს ქმარს, სახლს გადაგიწვავ.
სანამ სამდენი მოგვრჩენია, ნუ ორი კვირაც მოცალე. ყველაფერი მოგვარდება.